როგორც ყოველთვის hello, იგივე რეპერტუარიდან, ხო? თუ რატომ მარჭირდება სისტემის გამორეცხვა, ხო? თქვენთვის წელიწადში ერთჯერ, იმიტომ რომ ხაროც არ ვიცი რა სისტემებთან გვაქვს საქმე, ამიტომ რეკომენდაცია იქნება და წელიწადში ერთჯერ მაინც უნდა აი ესეთი სახით ჯერ ესეთი ჰორიზონტალურად დამონტაჟებული, როგორც ყოველთვის ვიზახე და კიდე ერთჯერ გავიმეორებ, კიდე მრავალჯერ ამის პრინციპში არ დამიზარება მე, ეგ წოდებული ფილტრი, უხეში გაწმენდის ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად გაშტიკინებულია ეგ რომ ჩათხრით ხოლმე, ხო? მისი დანიშნულება ამ შემთხვევაში იქნება 0. ხო, ეხლა გავხსნათ, ხო, ვინაიდან იქ ვიდეო შევცავდებ ხოლმე, უბრალოდ ერთ ხელში გადაღება, ამასობაში ის უნდა გაითვალისწინოთ, ხო? რა ვიცი, გათვალისწინების უნარიც არ აქვს ეთყობა, ხო? ვერანაირად ვერ გავუდის ვიდეოს გადავიღო ხელში, მიკროფონი რა ქვია, კამერა დავიჭირო და ეს პროცესებიც ჩავატარო. აი თქვენს თვალწინ, ხო, ამასობაში, ხო, ეს ტყილა ჩამოღრულია, ამასობაში, მაგრამ ტყილა ჩამოღრული არა. რო იზახი ხოლმე კიდე, ამასობაში რომ ვინტილი ფილტრის წინ, ფილტრის შემდეგ ზემოთ ამაკ ვინტილი მეორე დამონტაჟებული და ამასობაში, აი ასეთი სახის კიდე, ხო, არა, ფიქციები, რა ვიცი, ფიქციები თუ გონიო, უმეტესობას ხო, ამასობაში, ხო, რა ვიცი, რა გითხრათ, ხო, ამასობაში, რა ვიცი, სამონაკვეთში ფიქს უყურებთ, ხო, ამასობაში ხან სულთრათო ვარაფერი არ იყოს, ფიქცია იქნებოდა, მაგრამ ვაკვირდებით, ხო, ამასაც ხა გაჩვენებთ, ხო, სადა თეთრით ეს ხო აი უკაცრავად უდგომელი ადგილი როცა არის ხოლმე და აი ნახეთ აი განაწილაკი რაჩვენოთ რა ვიცი აი ის რაც იყო ფაქტიურად პრინციპში ნაჩვენები ნახეთ აი ფაქტიურად რაც იყო ნაჩვენები ეს საშუალებიდან იგივე ფაქციები ხო აი რომელიც იშლება ამასობაში მაგრამ ეს არსებული ფილტრი რასაც კი 100 მიკრონიანი აღარ მიცემს იმის საშუალებას რომ ეს არსებული ნაწილაკი გაიაროს და ავიდეს ზემოთ რა თუ რა გიხსნა სხვანაირად არის შემოპატიცებული საზოგადოება მაგრამ აი ეს არის დასტური იმისა რომ როცა არის სისტემა ჰერმეტული კიდევ ჯერ გავიმეორებ მე ხო და კიდე მრავალჯერ დაახტება სისტემაში დიფუზია, ვინაიდან ეს ბინები კოლექტორებამდე მიმავალი უნდა იყოს დაცული. ჩემ შემთხვევაში ეს არის სპილენძი, არის ფიქცია, ხა კამერას ვავიღებ ხელში. მაგასაც გაჩვენებთ, ხო? არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის ეს პროცესები, მაგრამ ერთ ხელში კიდევ ჯერ ვიზახი, ხო? ამასობაში დაიჯერო კამერაც და ვიდეოს გაჩვენა, აჩვენო კი, მოხერხებული უნდა იყოს, მაგრამ აბატონო შეკითხები ვაღარ დაგიბადოთ ხოლმე ინტრიგანებს. აი ესეთი სახის წყალი გვაქვს, აი ასეთი სახის შეგიძლიათ შეინახოთ, გაყიდოთ, რა ვიცი. ხო, აიღებ უკვე ტელეფონს ხელში და აი ვინტილი წინ, ფილტრი უხეში და შემდეგ ვინტილი ზემოთ, ხო? ვინტილი ზემოთ ის პატივცემული. ხა მე კი ბატონო საკუთარ საქმეზე აგეთი მაგ დამონტაჟებული უკუშხალს და მიწოდებაზე ტემპერატურის ნიშნულებით თქვენთვის მაჩვენებელი იქნება ის რომ ფილტრი დროაგე ამასობაში ფილტრის გარეცხვა აი თქვენი ქვაბი როცა ტემპერატურა ჩართვის დროს გათხოვის სისტემაზე არის საუბარი ჩაერთვება და მითითებულ ტემპერატურას აგრიფავს უცებ პირობითად როცა გვაქვს 50 მითითებული და ეკრანზე 2-3 წამში ტემპერატურა გაითიშება წამებში ისევ ჩაერთვება და ასე შემდეგ ეს არის პირველი მაჩვენებელი იმისა რომ დრო უკვე მოვინახული ჩვენი ფილტრი მაგრამ ამასობაში მემონტაჟებს კიდე დამკვეთებს გეხება დაამონტაჟებინეთ ხოლმე აი ეს არსებული ფილტრი რასაც ქვია უხეში გაწმენდის ფილტრი ზუსტად აი ესეთი სახით ჰორიზონტალურად და არა ვერტიკალურად როცა დაინახოთ რომ პატივცემული ხო რა ვიცი იმათ ტელემანდო ვერ დადის ხო ამასობაში ვერტიკალურად როცა დამონტაჟებული გადააკეთებინეთ აღკვეთება მოთხოვეთ ის რომ ჰორიზონტალურად არსებული ფილტრის დანიშნულება არის მხოლოდ ჰორიზონტალურად ვინაიდან ეს არა უნივერსალური ფილტრი ეს არის უხეში ფილტრი და ეგრეთ წოდებული ხო აი ეგრეთ წოდებული ჭურჭლის ზუსტად შემგრები კოლბით ამიტომ მის დანიშნულება არის მხოლოდ ჰორიზონტალურად და ჭურჭლის დაგროვება იარზების ბოლოში აი ესეთი სახით ხო კიდე მრავალჯერ ვაღებთ ხა ხო ამასობაში არაფერი არ მეხება მე ჩემ ნათობის სისტემასთან იმსახურება ის შვენივრად ხო ასობაში რატომ არ უნდა მომისახუროს ხო ამასობაში ესეთი სახის წყალიც გვაქვს გათხოვების სისტემაში კიდევ ჯერ ვიზახი 14-16 წლის სისტემა. Pare mi-au acolo, trebuie să arsă pe videoul ăsta,
შეფუთუნების თაობაზეც გამახელებდი ყურადღებას აგერ პატივცემულებო იგივენაირად ხო არა ფიქცია 16 წელი უკვე აი ესეთი სახით რა ვიცი ჯერჯერობით არ გაყინულა და გაიყინოს მაინტერესებს როდის გაიყინება ხო როცა გვაქვს ნორმირებულად ხისტი წყალი ნორმირებულად ეს ნიშნავს 6.5 მგ ლიტრზე აი არსებული მაგნიტური ფილტრის უბრალოდ მაგნიტური ეგრეთ წოდებული ამას ქვია იმპულსური შემოტრიალებელი ხო თქვენ ენაზე ფილტრს ავარქმევდი ამას რომ აცილებს იმ რაოდენობას ხო მინერალ რაფია მინიმალურ რაოდენობას არბილებს 3 მგ ლიტრზე და შვენიერი მიმართულება ორგონტრიანი ქვაების რატომაც არა როცა აღემატება ეს კი არაფრის მომცემი არ იქნება მაგრამ ამ შემთხვევაში რატომაც არა კონტროლი რა შემოგდის როცა მეორე ტემპერატურა ცივი წყლის ზამთარში გვაქვს აუცილებელი რესურსი რამდენი გვაძლევს 24 კილოვატიანიო კი ბატონო ზაფხულში 15-20 გრადუსი უკვე წყალი შემოდის მაგრამ ზამთარშია საუბარი 10 გრადუსი შემოდის და სხვაობა მათ შორის არის უცად ეს დელტა ტე მაშინ რას მივიღებთ რო აქ მივიღოთ 40 და აქედან შევიდეს 10 აი მოგცემს 6-7 ლიტრას მაქსიმუმს 24 დღეანია და მაგიტო აი კიდე რა გაინტერესებთ გითხოვნე და კი ბატონო აგერ ერთი მეორესაც გაჩვენოთ მე ჩემს საქმეს ისის გათვლილი არის შიშველი არის არ იყინება არავითარი ეკონომია გადაერთს ხო დაცული მას რა თქმა უნდა მილები და აი ესეთი სახით კი ჩემია და როს გაიყინოს ეს ჩემი სტიქია ხო რა მილები ხო სპინეძის მილები არის ხა ეს მონაკვეთის და ეს მონაკვეთის იქას ანუ იმის საშუალება რატომაა რომ მეკითხებით წყალი ასე მდგომარეობაში ჯერ ესეთი ხარისხიანი წყალი არის შეშვებული დარბილებული რკინა მინარევებით მოშორებული კი ბატონო ხო და pH ეგრეთ წოდებული უკვე მაჩვენებელი ჟავიანობა უნდა იყოს ნორმირებული და შემდეგ სისტემები არ უნდა ვავსოთ როცა ვაკვირდებით მის შორწნევა გაიქცევა უკან უპირველეს ყოვლისა ჯერ უნდა ნახოთ სამი ხვარ წვეთავს ხო ერთი წვეთით საკმარისია მის შორწნევა და ეს თანასობაში უნდა მივხედოთ საფართოებელ აუზს იქნებათ ბედნიერება როგორც ყოველთვის კეთილი და პატიოსანი